საღამომშვიდობისა. მოგესალმებით ტელეკომპანია თრიალეთის პირდაპირ ეთერში მე ჟურნალისტი ნინო ომანაძე და დღეს ჩემი სტუმარია ჟურნალისტი ირაკლი შონია. მოგესალმებით, მივესალმები საზოგადოებას თქვენს მაყურებელს. დღეს 26 მაისია და მთელმა საქართველომ აღნიშნა დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. მთელი ქვეყნის მასშტაბით თუ არ ჩავთვლით სამეგრელოს, რომელიც გამოეთიშა სამწუხარო მოვლენების გამო, რომ ჩვენი ახალგაზრდა ვაჟკაცი ბიჭი გიგა ოთხოზორია დახრიტა რუსეთის აოკუპაციო ჯარებს და მაინც დავარქმევ მათმა წარმომადგენელმა სამეგრელოში მთლიანად გადაიდო დღევანდელი ღონისძიებები, მაგრამ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დღევანდელი დღე საზეიმოდ აღინიშნა, იყო მსვლელობები და ათასნაირი აქციები ჩატარდა. ღონისძიებები ჩატარდა. ამ დღეს აღნიშნა 26 მაისის აღნიშნა 1918 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით იმ დროინდელმა საბჭომ მიაღწია დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა საქართველო. მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ის იყო, რომ ამ დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ არასრულ 3 წელიწადს შეძლო არსებობა და 3 წლის თავზე უკვე არსებობა სამწუხაროდ შეწყვიტა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდგომ, 1991 წლის 9 ապრილს შეძლო ჩვენი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. დღეს საქართველოს 91 წლიდან მოყოლებული საქართველოს არაერთხელ იწვნია თავის თავზე დამოუკიდებლობის მძიმე ხვედრი და შედეგები. დღემდე ძალიან დიდ სირთულეებს წარმოადგენს ჩვენთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, როგორც პატარა ერისთვის და პატარა ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი ძალა გვებრძვის ჩრდილოეთიდან უფრო მეტად ძალიან აგრესიული ძალა გვებრძვის და სწორედ ამ ძალამ შეიძლება ითქვას მოუსწრაფა კიდეც სიცოცხლე ჩვენს პირველ პრეზიდენტს და მასთან გაიგივებულ და დამეგობრებულ არაერთ ადამიანს საქართველოს. თუმცა აქვე შეიძლება აღინიშნოს და მართალიც იქნება თუ ასე აღნიშნავთ, რომ მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ თავიანთი მისია მაინც განახორციელეს და საქართველო გაათავისუფლეს მათ მიერვე გამოღვიძებული ხალხის მეშვეობით. დღეს მინდა მიულოცო. დიახ, ყველას მერაბ კოსტავას დაბადებით. ამ ახლა მინდოდა თქვა, რომ დღეს ჩვენი ეროვნული გმირის სასახელო გმირის ბატონ მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა და სწორედ ამიტომ უფრო მეტად მე მოვიწვია დღეს ირაკლი შონია ჩვენთან ეთერში, რომ ირაკლი არის ავტორი ფილმისა, რომელიც ეძღვნება მერაბ კოსტავას, მას ამ ზვიადს და მერაბს, ხო, მაგრამ უფრო მეტად ზვიადს. დღეს ირაკლი იმყოფებოდა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში, იქ შეიკრიბნენ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გაიგივებული იყო, ასე ვთქვათ, მაინც ეროვნულ მოძრაობასთან და დღემდე არიან ისე გულანთებულები და ახალი თაობა. და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ის ახალგაზრდებით ძალიან ბევრი იყვნენ, რაც ძალიან მახარებდა, რომ ეს ახალგაზრდები ესწრებოდნენ დღევანდელ ღონისძიებას. ეს არის ვთქვათ გამონაკლისი წინა წლებთან შედარებით, იმიტომ რომ იყო ძალიან შავბნელი წლები შევარდნაძის დროს და მე მახსოვს ამ ეზოში, როდესაც 26 მაისს ღონისძიებები კი არ ტარდებოდა, ჩახერგილი იყო ავტობუსებით ეს ეზო და არ უშვებდნენ საზოგადოებას, რომ პატივი მიიღო მერაბ კოსტავასის, უამრავი დაპატიმრებები ხდებოდა, დარბევები ხდებოდა, მოგეხსენებათ 26 მაისს განსაკუთრებით ირბეოდა ხოლმე მშვიდობიანი მაშინდელი მიტინგები. და დღეს მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეცვალა სულ სხვა განწყობაც იყო, რა თქმა უნდა, სევდიანი განწყობა, რომელიც ეუფლება ადამიანს ამ ყველაფრისაგან, მაგრამ უამრავი ადამიანი იყო, აღარსა ჩანდნენ პოლიციის კორდონები, ომონი, ხელკეტები და ასე შემდეგ და იყო კონცერტი საზეიმო, უამრავი ბავშვი იყო, მომავალი თაობა იყო და რა თქმა უნდა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები, ვის ზურგზეც გადაიარა ამ ყველა ისტორიულმა ქარტეხილმა და მოხარული ვარ ის, რომ მუზეუმს მაინც ასე ვთქვათ, მანამდე
შეუძლებელი იყო გაკეთება ესეთი ექსპოზიციების, რომლებიც დღეს არის და მე თუ ვინმე საინტერესებს საზოგადოება შეუძლია იქ დასწრება და მისვლა არის თავისუფალი, არ არის შეზღუდული, შეუძლიათ მივიდნენ და დაათვალიერონ ძალიან საინტერესო გამოფენა არის გარეთ თავად მერაბ კოსტავას ეზოში. ეზო სულ ახლახან იყო რეაბილიტირებული, წარმოიდგინეთ 50 წლის განმავლობაში ამ ეზოში ასფალტის საფარი არ იყო დაგებული, იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო და ჩვენ აი ამ ბოლო წლის განმავლობაში მივახციეთ იმას, რომ მომხდარიყო ეზოს რეაბილიტაცია, გამოცვლი იყო თქვა ჭიშკარი, ასფალტის საფარი ყოფილიყო, კიდია რაღაცები გასაკეთებელი, მაგრამ იმედი მაქვს ამასაც მოევლება ბოლო და თან ესე ვთქვათ, მწვანე საფარი ძალიან სასიამოვნოდ არის გაკეთებული ეს ყველაფერი, მე მინდა მადლობა გადაუხადო ამისათვის თაწმინდის გამგებელს გელა არჩვაძეს, დღეს მობრძანებული იყო ასევე ქალაქის მერი დათო ნარმანია, თუ რამ პატარა ის არის, ესე ვთქვათ, შესასწორებელი, მე მას ვესაუბრე და დამკვირდა რომ ყველაფერს გააკეთებენ და მოხარული ვარ რომ მოვიდნენ ადამიანები და ნახეს ეს ყველაფერი, ნახეს იმ ადამიანებმა, ვისაც ზოგს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო მერაბ კოსტავა და რატომ არის დაფასებული საქართველოში. თუმცა მე მაინც ჩემი სუბიექტური აზრით კიდევ არ არის დაფასებული მერაბ კოსტავა ისე როგორც მას და ზვიად გამსახურდიას ეკადრებად. ეზოში არის წარმოდგენილი ბილბორდების სახით, დოკუმენტური მასალა, მაშინდელი ასე ვთქვათ, კგბ-ს დოკუმენტები, სუკის, როდესაც კარტოტეკები იქნებოდა დისიდენტებზე, იქ არის წარმოდგენილი ფოტომასალა, მაშინდელი დისიდენტური მოძრაობის გორგასლიანი, რომელიც შეიქმნა და სულ ახალგაზრდა მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას ფოტოები, პატიმრობის ფოტოები, მაშინაც ესე იყო პროფილში და ამფაში გადაღებული ნომრიანი ფოტოები, ძალიან დაინტერესა ეს დღევანდელ საზოგადოებას. მე უყურებდი იქა როგორ დააკვირვებით და ყურადღებით ათვალიერებდნენ ამ ყველაფერს. ფაქტიურად დღეს იცით არის გაგრძელება არის, აი საოკუპაციო მუზეუმი ხო არსებობს საქართველოში. აი იმის გაგრძელება იყო დღეს წარმოდგენილი აი ეს ექსპოზიციები ყველაფერი. თავად მერაბის მუზეუმი, მერაბის სახლი თავად მუზეუმი არის, რა თქმა უნდა, ის ორი პატარა ოთახი, სადაც ფაქტიურად ფეხი აიდგა ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, მაგრამ დღეს იქ წარმოჩენილი არის, ასე ვთქვათ, გავაკეთეთ იმიტირება მერაბის მუზეუმმა გააკეთა იმიტირება აი დასაკითხი ოთახის, ასე ვთქვათ, უშიშროების, აი როგორი იყო მაშინდელი, ასე ვთქვათ, საკანი იქ და ეს ყველაფერი მე მინდა რომ თქვენს დაპატიშოთ და დაათვალიეროთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თავისებურ იმას შეუქმნის ადამიანებს კიდე და მოხარული ვარ, რომ აი ამდენი ადამიანი მოვიდა, იყო ვთქვათ, საზეიმო კონცერტიც იყო და იყო ასე ვთქვათ, აი ამ იმის დათვალიერება, მუზეუმის დათვალიერება, მუზეუმი სულ ფუნქციონირებს პრინციპში და მე ადრეს ვერ მოახერხე და ხვალ აუცილებლად ვარ თაწმინდაზე და იქაც არ შეწყვეტილა ადამიანების მისვლა ამით, მაინც ქართველი ერი პატივს მიაგებს ეროვნულ გმირს არ დავიწყებია და ესეც ვთქვათ რაღაც იმედიანი განწყობა, იმიტომ რომ დღეს საქართველოში მაინც სულ სხვა მოვლენებმა გადაფარეს ეს აი ეს უახლესი ისტორია და ეროვნული მუხტი სამწუხაროდ ისე აღარ არის განელებული, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ მოხარული ვარ რომ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდიას არ ივიწყებს ქართველი ერი და მომავალში ალბათ უფრო მეტად იქნება მათზე ყურადღება გამახვილებული, იმიტომ რომ არის დღემდე საქართველოში ქალაქები, რაიონები, სადაც უფრო მეტი მუშაობა საჭირო, არ არსებობს მერაბის ვთქვათ პროსპექტი ან ქუჩა, ზვიად გამსახურდია კიდევ უფრო მეტად არის ამ ხრივ, ასე ვთქვათ, შევიწროებული, ამ ხრივ განსაკუთრებით არის ასე ვთქვათ სამეგრელო, სადაც არსებობს ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ზუგდიდში, სოფელ დარჩელში და სულ ცოტა ხანში ალბათ ჩემო დგომაზე ქალაქ მარტვილის ცენტრშიც დაიდგმება ორივეს ბიუსტი, როგორც მე ვიცი, მერაბ კოსტავასი და ზვიად გამსახურდიასი ერთად და მე ვისურვებდი რომ ეს ამას სრულიად საქართველოს მოეცვას, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეს არის თავად ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. ჩემ ფილმსაც ესე ქვია, ზვიად გამსახურდია გზა თავისუფლებისაკენ, იმიტომ რომ მათი გზა მართლა თავისუფლების გზა იყო. ნამდვილად, ირაკლი, შეიძლება ამაში არ დაგეთანხმო, მართლაც ისინი იყვნენ ჩვენი დროის გმირები, ასე ვთქვათ, რომლებმაც საქართველოს მოუტანეს ხელახლა ის დაკარგული დამოუკიდებლობა, მათმა იდეამ, მათმა ბრძოლამ, მათმა მართლა მუხტმა ის მუხტი, რაც მათ მოჰქონდათ საზოგადოებისთვის, მაშინ გააერთიანა მთელი ერი და
მართლა გვახსოვს ეს არ იყო იოლი, დღეს ძალიან იოლად ეჩვენება ბევრს მიტინგი ჩატარება. არ დღეს არ არის იოლი, თუ კი არ იზიარებს ის შენს აზრს მიტინგზე დღესაც არავინ არ არის. რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს ეს გაიოლებული არის. დღეს დათონ არმანიას ვეუბნებოდი იქ და ვაჩვენებდი რომ იქ არის ფოტო საბეჭდ მანქანაზე რომ მზის ზვიად გამსახურდია და როგორ იბეჭდებოდა ეს არალეგალური ლიტერატურა, დისიდენტური მოძრაობა. აი ამისთვის მეთქი ბატონო დავით მეთქი გითხარი, იყო ციმბირში გადასახლება მეთქი. სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგი რო წაიკითხა. რამდენი დააპატიმრეს მაგის ციმბირში რო ენახათ ეს წიგნი გადასახლება იყო ციმბირში. და იქ რა ბედიელოდათ ჩვენ და რამდენი დისიდენტი დაიღუპა ეს საბჭოთა იმ საშინელ დიქტატორულ პერიოდში და ეს არ იყო ძალიან ბევრი ადამიანი გაანადგურა ეს იყო ძალიან მძიმე წლები აი იქ არის ფოტო მოცემული პირდაპირ ეზოშიც არის ახლა გადიდებულ ფორმატში გაკეთებული როდესაც პირველად გაასამართეს 56 წელს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და მასთან ერთად თუ არ ვწდები 9 მათი თანამებრძოლი და მაშინ სად იყო იმის უფლება რომ იმას ფოტოაპარატით გადაეღო ეს და შემორჩა იმით რომ ესე ვთქვათ კარებზე ყოფილა მინა ცოტა გაჩხაპნილი და აი იქიდან ჩუმად გადაუღეს ამ ბიჭებს დარბაზში როგორ ისხდნენ ასე ვთქვათ ძალიან უშიშრად არიან მათ სახებზე რომ დააკვირდეთ და აი ჯერ კიდე 56 წელს წარმოიდგინეთ რა დროა ვინმე რომ წარმოიდგინოს ეს საერთოდ რა დროს ხდებოდა ამათი მოღვაწეობა და ეს რა თქმა უნდა უკვე აპოგეა იყო 16 წელი არის ის პერიოდი როცა ქართული ენის და რაღაც პრობლემები მიიღო 46 ხო ის იყო ჯერ ეს სტალინიზმის ეს ყველა და დახვრეტა საშინელი ხოცვა-ჟლეტა თბილისის ქუჩებში რომელიც შემდეგ 9 მარტს და მერე 9 აპრილს განმეორდა მაგრამ უკვე 9 აპრილს უკვე გამარჯვება იყო ნამდვილად რომელმაც მოგვიტანა ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო დღემდე ვერ გამიგია ვინც აკნინებს ამას და იქ 1000 რაღაცებს საუბრობს რომ აი უნდა დაშლილიყვნენ იქ ვიღაცას არ მოусმინეს მე ასე არ თვლი და უამრავი ადამიანი ეს იყო ბრძოლა და ბრძოლა რომელიც გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო ნებისმიერ ბრძოლას აქვს თქვა რაღაცა მსხვერპლი ესე იყო დიდგორში ესე იყო სხვა ესეც დიდგორი იყო მე-20 საუკუნის დიდგორი იყო 9 აპრილი და რაც შეეხება ხა დამოუკიდებლობას დღემდე არის საუბარი ამაზე რომ დღეს დამოუკიდებლობის დღეა 26 მაისი თუ არ არის დამოუკიდებლობის დღე მე მინდა ვთქვა რომ რა თქმა უნდა 18 წლის როცა ცარისტული რუსეთი დაემხო საქართველოს 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ შემდეგ აი ანექსიის შედეგად ჩვენ დავყარგეთ დამოუკიდებლობა და მართალია აღდგა, მაგრამ აღდგა უკვე 9 აპრილს გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე და 26 მაისის აქტის საფუძველი დაედო, რა თქმა უნდა ამას და აღდგა დამოუკიდებელი საქართველო და კონსტიტუციაში პირდაპირ წერია რომ დამოუკიდებლობის დღე არის 9 აპრილი და ამით გავხდით ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ამით არ ვართ ჩვენ წარდგენილი გაეროში და ევროსაბჭოში და რატომ ხდება ეს დღემდე ვერ გამიგია ეს ყველაფერი აი რაღაცა დაულაგებლად ეს იცით რატომ არის რომ ამას მაინც არ აქცევენ არ უნდათ რომ მიაქციონ ყურადღება ან ასე ვთქვათ ჯერჯერობით არ დამდგარა დრო რომ კიდე ბევრი რამე ასე ვთქვათ დაერქვა შავ-შავი და თეთრ-თეთრი ეს არის ძალიან ბევრი რამ ჩვენ სუახლის ისტორიაში ნამდვილად ეს არის ახლა დღეს მაგალითად ექსპოზიცია წარმოდგენილი აი ისტორიული მოვლენების როგორც მითხრეს რუსთაველის გამზირზე მაგრამ რატომღაც იქ მაინც ვერსად ნახეს ჩვენ ამოვიდნენ გულდაწყვეტილი ადამიანები მერაბის ეზოში რომ არსად იყო მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დროინდელი ასე ვთქვათ მათი ღვაწლი ამ აქედან გამომდინარე ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდება თუ აქცენტს არ გააკეთებს ეროვნულ იდეოლოგიაზე და არ დააფასებს ეროვნულ გმირებს, იმიტომ რომ და ზვიათთან და მერაბთან ერთად შემდგომში რა მოვლენებიც განვითარდა, ამას ოდესმე ხონდა დაერქვას თავისი სახელი, თუ გვინდა სამართლიანი სახელმწიფო. რაც შეეხება, მაგრამ მერაბ კოსტავას დაბადების დღე, ასე ვთქვათ, ჩემში გადაფარა ყველა ეს ნებისმიერი. ჩემშიც და ალბათ ძალიან ბევრი ქართველისგან მე დღეს მოვისმინე ეს, რომ დღეს უფრო მეტად აღსანიშნავია მერაბ კოსტავას დაბადების დღე, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, იმიტომ რომ ეს დღე ნამდვილად ძალიან ბევრისთვის არ ასოცირდება. მაპატიოს ჩემმა მაყურებელმა, მაგრამ ნამდვილად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როგორც აღნიშნა ბატონმა ირაკლიმ, არის 9 აპრილი 1991 წლის და დღევანდელი დღე. სპონტანურად წამოვედით, თორე დამოუკიდებლობის აქტის და ასე ვთქვათ, დედას წამოვიღებდი, რომ საზოგადოებას კიდევ. არა, საზოგადოებას არწმუნებული აქვს, ნანახიც ექნება და წაკითხულიც ექნება, იმიტომ რომ ძალიან ხელმისაწვდომია, ვისაც აინტერესებს ნებისმიერ შეუძლია ამის. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, გარდა იმისა, რომ შემთხვევით არ ყოფილა ალბათ, რომ მერაბ კოსტავა დამოუკიდებლობის დღეს უნდა დაბადებულიყო.
ცნობილი დისიდენტი იყო ბიძამისი და ცნობილი მსახიობი გრიშა კოსტავა, მისი მშობლებმაც აი ამ სულისკვეთებით გაზარდეს მერაბ კოსტავა, ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ, იმიტომ რომ განუყოფელია კიდევ ამ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდიას როლი აი ამ დისიდენტურ მოძრაობაში და საერთოდ აი ამ ისტორიაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს ჩატარდა პირველი ასე ვთქვათ არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები 91 წელს, როდესაც სრულიად საქართველოს ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს პირველ პრეზიდენტად ბატონ ზვიად გამსახურდიას არჩევას და მაშინდელი მოვლენები მაინც იმით არის განსხვავებული, რომ სად იყო ამდენი კარუსელები, ამდენი გაყალბება, ცემატყება, ხალხი როგორი ენთუზიაზმითა და სიხარულით მიდიოდა საარჩევნო ყუთებთან, რათა თავისი პოზიცია გამოეხატა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 70 წლის განმავლობაში რომ არაფერს არ გეკითხება ამ ხელა რეჟიმი და ამ დროს უშუალოდ ადამიანს ბევრი რამე მზად არ აღმოჩნდნენ ადამიანები ბევრი რამისთვის, მაგრამ მათ უკვე ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ თავისი არჩევანი გამოეხატათ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დემოკრატიული ხო, ქართულ ადამიანს ალბათ შინაგანადაც აქვს თავისუფლების სიყვარული და ძალიან დიდი მიღწევა იყო ის ქართველი რაც მანამდე ჰქონდა წართმეული საქართველოში. ეს უცბად იფეთქა ამ ყველაფერმა, ერთბაშად. სამწუხაროა რომ მე აღმოჩნდა რომ ასე ვთქვათ, შიშველი ხელებით მაინც მძიმე აღმოჩნდა, იცი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ძალიან ძნელია როცა შიშველი ხელებით და როცა სიმხარია, მაგრამ მთელი თავისი უშიშროებით და მთელი თავისი ადვენჩურით და მაშინ და დამოუკიდებელ საქართველოს ყველა დაუპირისპირდა, არავის არ უნდოდა ეს ყველაფერი, ეს დიდი თემა, სხვა გადაცემა უნდა მიეწონას, მაგრამ და ნუ აი რაღაცნაირად ისე მოხერხდა, რომ ჩვენ მაინც დამოუკიდებლობა ბოლომდე ვეღარ შევინარჩუნეთ, ისეთი როგორიც წარმოედგინა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავა ადამიანებსაც, ქართულ ხალხსაც ალბათ სხვანაირად წარმოედგინა და არავის ჰქონდა ალბათ იმის შიში, რომ ჩვენ დავკარგავდით სამაჩაბლოს, ჩვენ დავკარგავდით ჩვენს საყვარელ აფხაზეთს. ეს ყველაფერი მოგვიტანა შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის აქტის შემდგომ განვითარებულმა პერიოდმა, იმიტომ რომ მართლაც როგორც ვახსენე, ძალიან დიდი დამოუკიდებლობის როგორც კი გამოცხადდა დამოუკიდებლობა, მაშინ დაიწყო სამაჩაბლოს პრობლემები. ეს იყო ნაღმი ჩადებული, რომელიც ავტონომიის სახით, რომელიც ადრე თუ გვიან ამოქმედებოდა და ესეთი ნაღმები კიდევ არის სხვა კუთხეებში ჩადებული და ღმერთმა დაგვიფაროს და აცდეს საქართველოს მსგავსი რა, მაგრამ ჩვენ მაინც ყველანაირად უნდა ვეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამისკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ დღესდღეობით მაინც ეს ყველაფერი იცით, სულ სხვა რაღაც უფრო დაბალი პრობლემებისკენ არის ყველაფერი და მაინც არ არის აი ეს დიდი ის რაც იყო მაშინ. ყველა ვარიანტი უნდა გამოასწოროს ხელისუფლებამ და მაშინდელი მოვლენები. შესაძლებლობა გვაქვს ალბათ ძალიან ცოტა, ირაკლი, მოდით ჩვენც რეალურად ვთქვათ. ბევრი რამეა ხელისუფლებაზე. 23 წელიწადი გავიდა და იქ უკვე თაობა შეიცვალა. ამაზეც არის ალბათ ძალიან ბევრი რამე. ამაზეც მუშაობა საჭირო თავად ხელისუფლებისაგან, მედია საშუალებების მხრიდან, იმიტომ რომ დღეს ეს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, ისტორიაზე ნაკლებად არის გადაცემები, ტელესერიალებს მიაქვს ნებისმიერი არხი და რას ისწავლიან დღევანდელი, სად უნდა წაიკითხონ, სად უნდა გაიგონ ამის შესახებ. ისევ და ისევ ამ მშობლები თუ ეტყვიან, თუ ისინიც მონაწილეები იყვნენ ამ მოვლენების, უამრავი ემიგრანტი, უამრავი ეს დაცარიელებულია საქართველოს ამ ყველაფერსაგან და მუხტიც აღარ არის და მაინც ამ ყველაფერში განსაკუთრებით უნდა ხელისუფლება მიმუშაოს. მასია, ჩვენ იმდეს ვერ შევძლებთ მე და თქვენ და ესეთი რიგითი თქვა პოლიტიკური პარტიები, ვიდრე ხელისუფლება, იმიტომ რომ მართვის ბერკეტი მათ ხელში არის და მათ უნდა გადახორციელოს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ხელშიც არის ირაკლი და მოდი იმაზეც შევთანხმდეთ, რომ არის ნებისმიერი ადამიანის ხელშიც, რომ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია დაინტერესდეს, გადმოიღოს წიგნი თაროდან და ჩვეულებრივად წაიკითხოს. ამაზე ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს. აი თქვენ, რიგითი ქართველი, ხო მუშაობთ ამ თემებზე, გაინტერესებთ, მარტო შევესარი და ამიტომ ასე ვთქვათ, ჩვენ არ შეძლებთ დავით აღმაშენებლის ეპოქას, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ვიცით, ვისაც გვაინტერესებს. ირაკლი, ჩვენ ახლა გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე, იმიტომ რომ გვიწევს ახლა გასვლა რეკლამაზე. რეკლამის შემდგომ ჩვენ დაგიბრუნდებით მე და ირაკლი და გავაგრძელებთ საუბარს ზვიადზე და მერაბზე.
ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე და ბატონი ირაკლიშონია და გავაგრძელებთ საუბარს მერაბ კოსტავაზე და ზვიად გამსახურდიაზე. დღეს მართლა ისეთი ისტორიული დღეა, დღე, რომელიც მართლა ამ ორ პიროვნებას განსაკუთრებულად ეკუთვნის საქართველოში და სწორედ ამიტომაც მიუძღვენი დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამ ორ გმირს. ერთი გადაცემაც კი არ არის საკმარისი და ვერ ჩავეწერეთ აი ესეთ ეპოქალურ ადამიანებზე, როცა გვიწევს ასე ვთქვათ აქცენტის გადატანა. ხა ფილმშიც, რომელიც მე გადავიღე, 2 საათნახევრიანია ფილმი და ბოლომდე მაინც ვერ ჩავეტიე, რომ ყველაფერი მე თქვა ის რაც მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან ამ ადამიანებს იმხელა ბიოგრაფია დატოვეს თავიანთი ღვაწლით, თავისი მოქმედებით, თავისი ბრძოლით, რომ ძნელია რომ ან ერთ ფილმში, ან ერთ გადაცემაში ჩაეტიოს ადამიანი და ისაუბროს ყველა იმ დამსახურებებზე, რომელიც მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ქონდა. მაგალითად მინდა გავიხსენო, ხა მერაბ კოსტავას მუზეუმშიც არის დაცული ერთი ექსპოზიცია და მინდა ამის შესახებ, ასე ვთქვათ, მოუყვე საზოგადოებას, რომ უკვე 89 წელი იყო, მაშინ უკვე აფხაზეთშიც დაძაბული მდგომარეობა იყო და მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდია მიხსნა მაშინ აფხაზეთში ჩასული CKTK-ს ხალხი გუმბარიძეს ხელმძღვანელობით, ღარიძგის ხიძე რო იყო მაშინ დაპირისპირება და თბილისში მე დაიბარეს მადლობის სათქმელად დისიდენტები და კითხეს მერაბს, რომ აი რას მოითხოვდა მადლობის როგორ მოეხადათ მადლობა და მერაბს უთხრა რომ მე არაფერი არ მინდაო გარდა იმისა რომ მომეცით უფლება რომ შევიდე აი საპატიმროებში და ქალ პატიმრებს მივაქციო ყურადღებაო და გათავისუფლდნენო ფეხმძიმე პატიმრები, ხანდაზმული პატიმრები და ასე ვთქვათ დავრდომილი და ავადმყოფი პატიმრები, მაშინ სად იყო ამდენი ის შემოწმება და ის რო ხდება დღეს და ამდენი მონიტორინგი ჯგუფები იმ გულაგებში და მისცეს ამის უფლება. ამაში ჩართულა თავად მერაბ კოსტავას დედაც ოლღა დემურიაც და უამრავი ადამიანები იყვნენ ჩართული და სიები გაკეთდა მერაბი შევიდა, იყო უამრავი მილოცვა ეს იყო აი კიდევ ხელახალი დაბადება ამ მოვლენის, ეს ხო წარმოუდგენელი იყო თუნდაც 2 წლით ადრე და მით უფრო კიდე ადრე და როდესაც ეს 60 პატიმარი გათავისუფლებულა, რომელმაც მიუძღვნეს ლექსი მერაბ კოსტავას ამ ქალბატონებმა და ამოიტანეს კიდე შანდალი ერთ-ერთ კოლონიაში, ქალთა კოლონიაში გაკეთებული. სამწუხაროდ მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო ამას. აი სწორედ ოქტომბრის აი ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ 13 ოქტომბერმა იმსხვერპლა მერაბ კოსტავა და სწორედ მაშინ მოხდა ამ პატიმრების გათავისუფლება და რა ბედნიერი იქნებოდა რომ მერაბი ამას მოსწრებოდა. უკლებლი ყველა მოვიდა მერაბის მუზეუმში და დღეს შეგიძლიათ ვინც მიბრძანდებით ნახოთ აი ამ ქალ პატიმრების ლექსი მიცვნილი მერაბ კოსტავასადმი და აი ეს რაც ასე ვთქვათ გადასცეს მუზეუმს აი ეს უზარმაზარი შანდალი არის იქა მოტეხილი იმები ტოტებით და შეგიძლიათ ნახოთ და მე უკლებლი ყველა წავიდა მთაწმინდაზე მერაბი იყო დაახლოებით 2 დღის დაკრძალული იყო დაახლოებით მერაბ კოსტავა ესეც რაღაცა ძალიან მწარე ბედის ის არის მოვლენა ნამდვილად მაგრამ აი რამხელა დიდი პიროვნება იყო სიხარი ვერ განიცადა რაც ნუ განიცადა სიცოცხლის ბოლომდე სხვას ზრუნავდა და სხვები გამოიხსნა იმ განსაცდელისაგან რომელიც რა თქმა უნდა თვითონ გამოიარა და ზვიად გამსახურდია როდესაც პრეზიდენტი იყო ხშირად იხევდა უკან ადამიანის დაპატიმრებაზე, იმიტომ რომ მან განაცხადა რომ მე რომ გამომივლია ეს სატანჯველი რაც იქ არის, აი ეს საშინელი მე თქვა იგივე მიწისქვეშა საყნები, კარანტინი, ეს ყველაფერი უბედურება, როგორ შემიძლია რომ ადამიანი გავიმეტო აი ამ პატიმრობისთვის, აი ესე უფრთხილდებოდა, ესეთი ჰუმანური ადამიანები იყო. სამწუხაროა რომ ეს ჰუმანიზმი ზოგმა სხვანაირად დაინახა, მათ ეგონათ რომ ეს იყო უკან დაახევა, რაღაცის თითქოს ზვიად გამსახურდა პოსტაზე არასოდეს არაფრის შეშინებიათ, მათ იმხელა ის უკვე ბეჭვის ხიდზე გადიოდნენ ყოველი ცხოვრება და როდის ჩათხდებოდა ეს ხიდი არ იცოდნენ, მაგრამ მზად იყვნენ ამისთვის, იცით, ამისთვის გადადეს მათ თავი. ჩვენ ვერასოდეს წარმოვიდგენთ, ეხლა კი ეს არის უდიდესი ტკივილი, რომ აი ესე უდრო წავიდნენ ჩვენგან ეს ადამიანები, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენ მე პირადად დავრდომილ, მოხუცებულ ეროვნულ გმირებს, რომლებიც გადადიოდნენ, დაფრინავდნენ საქართველოსთვის და ალბათ რა ვიცი, ესეც ერთგვარი ის არის. ბედის წერაც არის და აი ესე უკვდავებათ რომ დარჩნენ და მეორე კიდე ერთი რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ნინო რომ ზვიად გამსახურდია საქმე, რომელიც დღეს პროკურატურაში არის.
რამდენი წელი ვაწყდებოდი მე პირადად რომ ეს საქმე ადრე თუ გვიან მისულიყო პროკურატურამდე რომ აღეძრათ ძალიან მადლობელი ვარ როდესაც ზაფხულში დაკვალიფიცირდა მკვლელობა და შემთხვევით არ ყოფილა მათ წინასწარი გამოძების შედეგად დაადგინეს და არა ვიღაცის სურვილზე ეს ყველაფერი მაგრამ ფაქტიურად 1 წელი მიდის და ჯერჯერობით არ ვიცით ეს ისე თაროზე შემოდეს თუ ხდება საგამომძიებლო მოქმედებები ვიცი რომ 6 ტომამდე არის გაკეთებული უზარმაზარი სამუშაო არის ჩატარებული მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ თქვენი ტელევიზიის მეშვეობით მოუწოდო ხელისუფლებას რომ უკან არ დაიხიოს ეს თაროზე არ შემოდოს იმიტომ რომ ძალიან ცუდად დაუბრუნდება თავად ხელისუფლებას და ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ერმა შეიტყოს რა ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია თორე მე პირადად ვიცი რომ ეს იყო მკვლელობა რა თქმა უნდა მე თვითონ ამაში ძალიან დიდი ისე ვთქვათ ენერგია მაქვს და ის დახარჯული რომ უამრავჯერ ვიყავი სამეგრელოში ჩასული უამრავი ადამიანი გავესაუბრე, ჩავიწერე, ინტერვიუები გავაკეთე, ფილმშიც სხვადასხვა აქცენტი ძირითადად ამაზე კეთდება, მაგრამ ერთია, როდესაც ჩვენ ვიტყვით, თქვა ჟურნალისტები რამეს და მეორეა, როდესაც ამას ოფიციალურად დადებს ხელისუფლება და სტრუქტურა, რომელსაც პირდაპირ ევალება ეს ყველაფერი და რაღაც იცით რა არის, ახლა მე არ მინდა კიდე ახლა წინასწარი ძიება არის ყველაფერი თქვა და ჭხილები გახსნა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის მიმართ იჩენენ ლოიალობას, თავარი პროკურატურის წარმომადგენლები და მე ეს ისეთი ორგანო არ არის და სტრუქტურა, რომ მან ლოიალობით რამე გამოვიდეს, თუ ჩვენ გვინდა რომ დამტკიცდეს 100%-ით, რომ ეჭვი აღარ შევიტანოთ ამ ყველაფერში, თავი დაანებეთ აი ამ უკან დახევას, იქ ვიღაცების ექსტრადირების გადადების საკითხს და როგორც საჭირო არის, ისე იმოქმედეთ, როგორც კანონი გავალდებულებთ. წინამდელ შემთხვევაში მე ზაფხულში რომ ვიყავი სამეგრელოში ისეთი უმძიმესი მდგომარეობა იყო რომ ვინმის მოკლავდა იქ აი ამ შიდა გარჩევებით აი ამ ზვიად გამსახურდიას თემამ ისე იმოქმედა სამეგრელოზე რომ როდის ვინც მოკლავდნენ იქა და იარაღი გავარდებოდა არავინ არ იცოდა რაღაცა ვულკანივით იყო იცით ეს ყველაფერი მე არ მინდა რომ აგერ ადამიანი მოკლეს რამდენიმე დღის წინ ვიღაც იქ რა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულა ამა არ ამზადა ხო და არ მინდა რომ აი ესეთი ვიღაცა მართლმსაჯულება თვითონ აღასრულოს ეს არის საშინელება ლინჩის წესით გასამართება და რაღაც სწორედ მე პირადად მე არც პროკურორი ვარ არც მოსამართლე ვარ და იმდენად დიდი სევდა ეს ყველაფერი რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ეხლა პრეზიდენტის მკვლელი საკაში იჯდება თუ არ იჯდება თავარი არის ეს გაიგოს ქართულმა ერმა და ის უბლისგან ისედაც დასჯილი არის ყველა ის მოღალატე ვინც აი ამ საშინელ პრეზიდენტის შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტის დაღუპვისა და განდევნის და ამ ყველაფერში ისინი ისედაც არიან დასჯილები მაგრამ ერთია რომ ამას სახელმწიფო სტრუქტურა დადებს ამ ყველაფერს ამ მიტინგების დახვრეტებს რა უნდა უთხრათ იმ მშობლებს ოდესმე რომლებიც 25 წელია ელოდებიან რომ რაღაცა იქნება მათ იმაზე და ეს შვილები ტყუილუბრალოდ არ ესენი ხო შემთხვევით არ იყვნენ იქ მისულები ყველან ეს ხო 9 აპრილს თუ არიან ეროვნული გმირები 2 თებერვალს და 3 იანვარს დახვრეტილი ჩვენი ბიჭები რა ნაკლები ეროვნული გმირები არიან ნაკლები არიან სამეგრელოში და დაღუპული ადამიანები სამშობლოსთვის დაღუპული ადამიანები და არა თქვათ რაღაცა კერძო ინციდენტის დროს მოკლული ადამიანები ეს სხვა კატეგორიაა კიდე როდესაც თქვათ დამნაშავეს კიდე ხელს აფარებდნენ ვიღაცეები აი როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების იყო და გირგულიანის საქმეში იყო მაგრამ რა დააშავა ვახტანგ ნოდიამ რომელსაც ხატვარი იყო რომელიც ზვიად გამსახურდია სურათი დახატა და ამჟამად მკლავი მოჭრეს წამებით მოკლეს ადამიანი იმათ მშობლებს რასეუბნებით იმათ ახლობლებს ოჯახის წევრებს იგივე ესებუების ოჯახის წევრებს უამრავი გაუბედურებული ადამიანი არის ხო ამ ქვეყანაზე და როდისღაც ხო უნდა დასრულდეს ეს თუ მარტო კონცერტებმა და თქვა რაღაცა სხვა ღონისძიებებმა გადაფარო ვერ გადაფარავს ეს საკმარისია არა ვერასდროს ალბათ ვერ გადაფარავს ამას ვერც კონცერტი და ვერც ღონისძიება ის იმდენად მტკივნეულია და ეს ჩვენი უახლესი ისტორია სულ რაღაც 25 წლის ისტორიაა რომელიც არის უმძიმესი და მართლა შავი ზოგი ამბობს რომ ეს კიდე გამოიწვევს დაპირისპირებას რომ არ გამოიწვევს ამის თქმა მინდოდა არ გამოიწვევს რატო თუ სამართლიანობაა რატო საუბრობ მხოლოდ რაღაც 9 წლიან იმაზე რაღაც პერიოდზე რატო მანამდე არ საუბრობთ რას ქვია ომი იყო ომი არ იყო ეს მხოლოდ ის რაღაც
ესე რომ უნდათ ეს რაღაც სამოქალაქო ომს და ხო, რა ვიცი, რაღაც მოხდა, იყო ამაზე საუბრები, რომ მოხდა შერიგება ამ ორ ძალას შორის, დაპირისპირებულ ძალებს შორის, ისევ ერთად არიან. ნუ რა თქმა უნდა, დღეს საქართველოში ჩვენ დაპირისპირება ისევ ნამდვილად არ გვაწყობს, ისევ შიგნით დაპირისპირება ნამდვილად არ გვაწყობს. ეს არ არის დაპირისპირებისკენ მიმართული, ეს არის აი პირდაპირ ვალდებულია პროკურატურას ხანდაზმულობის ვადა მკვლელობას არ აქვს. რომ გამოიძიოს ეს ამბები და დაადოს საქართველოს ისტორიისთვის, მომავლისათვის და თავად ეს პროკურორები და გამომძიებლები შევლენ ისტორიაში, ვინც ამას გამოიძიეს. ასე ვიცი, რომ დამნაშავეები, ვინც იყვნენ ამ ყველაფერში, უმეტესი ნაწილი დღეს ცოცხალი არც ის არ არის და არ იყოს ცოცხალი, მაგრამ ისტორიისთვის დაიდოს ეს ყველაფერი. ეს არც ედუარდ შევარდნაძეა ცოცხალი, არც გიაგულო, არც ჯაბა იოსელიანი, მაგრამ მათ რაც გააკეთეს, ეს დაიდოს ეს ყველაფერი, აუცილებლად. ჩვენ ხო არ ვაპირებთ ეხლა რაღაც იმის. ხო, ჟურისძიებას ნამდვილად არა, მაგრამ ნიურნბერგის პროცესზე გარდაცვლილებიც კი დაასამართლეს, ვინც ცოცხლებიც აყარიყვნენ, ვინაიდან ეს იყო ფაშიზმი, ზოგადსაკაცობრიო, ასე ვთქვათ, დანაშაული, მთელი მსოფლიოს წინაშე ჩადენილი. დღანამად ნაკლები ჩაიდინეს სამეგრელოს ეგზეკუციების დროს და თბილისში, როცა პირტიტველა ბიჭებს, იმით რა ქვია, ავტომატებით ცხრილავდნენ და დღეს გამოდიან და თავი შეაფარეს 1000 არასამთავრობო ორგანიზაციებს, ზოგი პარლამენტში, ზოგი პოლიტიკურ პარტიაში და იქნა დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ ეს ადამიანები. და ისეთი ტონით, იმიტომ რომ და ისეთი გონორით, იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომია დღეს საქართველოში სამწუხაროდ რა. სამწუხაროდ და სამწუხაროა რომ არ ვიცი, აი ამ ეპოქას რომ მოსწრებოდა მერაბ კოსტაუდა სვეტგამსახურდია, ყველაზე ძალიან მაინტერესებს რას ითხოვდნენ და რას მოიმოქმედებდნენ. ნამდვილად აი ეს ხო, ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა ნამდვილად, იმიტომ რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, გვაქვს წინსვლაც, ძალიან ბევრი ცვლილებებია, მაგრამ რისთვისაც იბრძოდა ეს ორი ეროვნული გმირი, ძალიან ბევრი ოცნება მათი დღესაც განუხორციელებელია სამწუხაროდ და ეს ოცნებები არა მათი ოცნებები იყო მხოლოდ, ეს იყო ზოგადად მთელი ერის მართლა საუკეთესო ნაწილის ოცნებები და მიზნები და რომელიც განახორციელეს ამ ადამიანებმა და ალბათ როგორც ჩვენ 70 წლის განმავლობაში და საბჭოთა ეპოქაში არ ვიცოდით ვინ იყო თქვა ქაფუცა ჩოლოყაშვილი, კოტე აფხაზი, ქართველი იუნკერები, მარო მაყაშვილი, ნაზი შამანაური და უამრავი და გაიარა აი ამ ყველაფერმა და ეს გაიბწყინეს სულ სხვა სახელები და გვარები და სხვა სტატუსით საქართველოს ისტორიაში. ალბათ ესეც ესე მოხდება, რომ ეს ადამიანები, ვინც 91-12-13 წლებში აი ესე ტრაგიკულად იყვნენ მოკლულები და ნაწამები და სამშობლოს ალბათ გავა რაღაცა პერიოდი და ეს ადამიანებიც სულ სხვა რაკურსით, სულ სხვა სახელებით და ის სულ სხვა იმით დატვირთი წარდგებიან ქართველი ერის წინაშე და საქართველოს ისტორიის ფურცლებზე, მაგრამ მინდა რომ ჩვენც ვნახოთ და ჩვენც მოვესწოროთ აი ამ დროს. იმედია ირაკლი მოვესწრებით და მე ახლა ისევ განვავალ შენთან შეკითხვით ფილმის თაობაზე, რა ფილმზე შენ ახლა საუბრობდი. ამბობდი რომ ფილმი მეტნაწილად მაინც ეძღვნება ბატონ ზვიად გამსახურდიას. მოდი ვისაუბროთ ბატონ ზვიადზე. რაზეა შენს ფილმში საუბარი? ფილმს რაც შეეხება, ფილმს მოგახსენეთ რომ ქვია ზვიად გამსახურდიასა თავისუფლებისაკენ. ძალიან ძნელია ხო გავამბობ რომ მე ვთქვა დისიდენტური პერიოდიდან დამეწყეს ყველაფერი აღარ ჩაეტეოდა ნამდვილად და ამიტომ 88 წლიდან იწყება ფილმი 88 წლის მოვლენებიდან, იმიტომ რომ ეპოქალური მოვლენები იყო ეს გრანდიოზული მასშტაბით ეს აქციები და აი რატომ მიიღვა აი ეს ტრაგიკული მოვლენები, რომელიც რატომ მივიდა ეს ყველაფერი ჯიხაშკარამდე და ზვიად გამსახურდიას აი ესე მკვლელობამდე. აი ეს ყველაფერი არის და ფილმში ზედაც სამეგრელოში არის გადაღებული ფილმი, ყველა იმ ოჯახში, რომელიც მაშინ სტუმრობდა დევნილი პრეზიდენტი, მე ძალიან დამეხმარა ასე ვთქვათ ფილმში კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ჩემთან ერთად იყო ფილმში, ასევე ზაზა ბურჯანაძე, ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვა, ასევე ჩვენი ოპერატორი დათო ყვაშილავა, ეს ადამიანები, ვინც ძალიან მცირე ის იყო ჯგუფი, ვინც აი ესე დავდიოდით სოფლიდან სოფელში, ეს იოლი ხომ არ არის, ზოგან გზა არ არის, არის თქვა ტყეში დაბინავებული რო იყო ზვიად გამსახურდია, იქ იყო 7 საათი ფეხით სავალი, არც გზა გაყვანილი და არაფერი და აი ჩვენ დავდიოდით რომ ეს ყველაფერი სანამ დრო არის და კიდე დაგვიანებული არ არის, სანამ ცოცხლები არიან ეს ადამიანები, ჩვენ ჩაგვეწერა. ჩვენ შევძელით, რა თქმა უნდა, არ ქონდა ისეთი თქვა ვიდეო კამერა, რომელიც თქვა ტელევიზიებს აქვთ არის
ციფრული სამოყვარულო კამერით გადაღებული, მაგრამ რაც ჩვენ შევძელით, მოკლედ და არ ვიცი, ოდესმე იქ ტელევიზიით საზოგადოება მიხილოს, იმიტომ რომ ერთი პრეზენტაციებია სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში, გუშინ გორში მქონდა მაგალითად და არანაკლები ის ვიგრძენი გორში, ვიდრე თქვა სამეგრელოს ქალაქებში და უახლოეს ხანში მე მგონი ქუთაისშიც იქნება და რომელიმე ტელევიზია მე იქნებ აჩვენოს ეს ყველაფერი, თუ იქნება შესაძლებელი ეს ყველაფერი და მიხარია კიდე რომ მე მგონი თუ არ ვწდები ხა რიცხვი არ შემეშალოს 18 ივნისს იხსნება ასევე ზვიად გამსახურდია სახელობის აუდიტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და ეს ყველაფერი მიუთითებს იმას რომ ზვიად გამსახურდია ვერ დაამარცხეს ამათ და ეს იდეები მაინც ესაც არის ახალგაზრდებს ეს თემა აინტერესებს თქვენ გააკეთეთ აგერ გადაცემა თქვენ გაინტერესებთ და უამრავი ადამიანია ვისაც ეს აინტერესებს მე აი იქაც ფილმს რო ვიღებდი ამ სახებს რო უკვირდებოდი იცით აი ამ ადამიანების ოხოთ რამეში გამოგვიყენეთ ამას ამბობდა ქალი კაცი ბავშვი ახალგაზრდა ყველა მოხუცი რომ რაში დაგეხმაროთ რომ აი ეს საქმე გაიხსნეს ეს ყველაფერი ოდესმე მოვიდეს ჩვენამდე და როდესაც ზუგდიდში მქონდა პრეზენტაცია ფილმის ნერვიულობდი რომ აი სოფლებში როგორ გაიგებს ხალხი როგორ გავაგებინო რომ ჩამოვიდნენ მეთქი და დაესწრონ საკუთარ თავს უყურონ რა ისაუბრეს ამ ყველაფერს ყველა იყო ყველა სოფლიდან ჩამოსული ეს ადამიანები მეც გამიკვირდა აი როგორ მოახერხეს ინფორმაცია როგორ გაიგეს ამ ფილმის შესახებ ძალიან ბედნიერი ვიყავი აი მაგ დღეს და მე იყო რა თქმა უნდა ძალიან ჯიხა ჩხოროწყუ სენაკი არანაკლები ის იყო ძალიან ბედნიერი ვარ მადლობელი ვარ ზუგდიდში უამრავი ადამიანი დამეხმარა თვითონ ხელისუფლებიდან ჩხოროწყუშიც გამგებლის მოადგილეები უამრავი ადამიანი ამ საქმეს როცა ასე ვთქვათ მუშაობ ამ საქმეში უცბად ჩდებიან ძალიან ბედნიერი ადამიანები მაგალითად ენგურის ხიდზე გვინდოდა გადაღება და მან თუმე არ შეიძლება ესე სპეციალური ნებართვის გარეშე რაღაც ეს არის შლაგბაუმი იქით უკვე ოკუპირებულია იქ არის უკვე სხვა ოკუპირებული ოკუპანტის დროშა და ჩვენ არავის არ ვკითხეთ ასე ვთქვათ ესე გადავედით ხიდზე ფაქტიურად და შუა ხიდზე დავდექით და ვაკეთებთ რეპორტაჟს ჩვენი მხრიდან მოვიდნენ წარმომადგენლები რა ხდება რატო არავინ ჩაგვაყენა საქმის კურსში ვინ ხართ რა ხართ რაღაც ადაზვერო სამსახური გამოჩნდა და ხო მაინც საშიშროება და მიგვიყვანეს იქ შენობაში სადაც და ნახე რაღაცა ენგურის ხიდს ვიღებ იმიტომ რომ 6 იანვარს როგორ გადაკვეთა ბატონმა ზვიადმა და იქ სოფელ ილოში და ვინაიდან იქ შეუძლებელი ამიტომ ენგურის ხიდზე ვაკეთებ რეპორტაჟს და რო გაიგეს ზვიადს ეხება ხო ესე კი გადაირივნენ და თან გადაყვნენ იქა თვითონ მანქანებში ჩამსვეს და ის სანამდე შესაძლებელი იყო იმ წერტილამდე მიგვიყვანეს თვითონ ამ ადამიანებმა და აქეთ გვიხადეს მადლობები ეს არის ალბათ მათი ბედნიერება როცა აი ეს არის რომ ეს ეხებოდა ზვიადს და იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი და ხა ეს ემოცია კიდე ძალიან ძნელია გამოცემა ყველაფერში სამეგრელოსთვის ზვიადი და მერაბი მაინც განსაკუთრებულად ნუ მე ვერ ვიტყვი მხოლოდ გამოყოფილად სამეგრელოს მაგრამ სამეგრელო მაინც რადგან შეიფარა ზვიად გამსახურდია იმ დევნილობის პერიოდში იმ არეულობის პერიოდში და იმიტომ აღნიშნე მე რომ დღეს არის ზუგდიდში ვთქვათ ზვიად გამსახურდიას ბიუსტი არის დარჩელში გახსნილი ბიუსტი რომელიც არანაკლებ მომეწონა ძალიან კარგი არის იქ და იქ ჩამოვიდნენ ამ წელს იქ ვიყავი 31 მარტს ზუგდიდში როდესაც სახელმწიფო წარმომადგენლები ჩამოვიდნენ იქ იყო ეკაბესელია მანანა კობახიძე თოფაძე და არ ვიცი ხა კიდე და რატომ უნდა თქვა კი ბატონო ჩამოხვედით ისმა რატო თბილისში არ უნდა არსებობდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის თუნდაც აეროპორტი რომელსაც შოთა რუსთაველის სახელი დაარქვეს ან ცენტრალური გამზირი მაინც ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს საზოგადოებაზე, ამიტომაც არის რომ იმიტომ მიუმართავ ხელისუფლებას რომ მეტი აქცენტი გააკეთოს და გაამახვილოს ყურადღება ამ ყველაფერზე წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება უფრო აიცრუებს გულს ამ ყველაფერს და მე არავინ იკითხოს რომ აი რატო ვართ ესეთი დეგრადირებულები რომ აღარ აინტერესებს ხალხს ეს ამბები იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ხელისუფლებაზე დამოკიდებულია. თქვენი ნათქვამი თოფაძე მომხვდა ცოტა უხეშად ყურში იმიტომ რომ თოფაძე ცოტა შორს არის ამ ეროვნულობისგან და ძალიან ბევრი რამისა აცდენილი მე არ მინდა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო მაგალითად ჩემო რაც გააკეთა ბოლოს საპირონება ჩემთვის მიუღებელი არის იგივე იმ ტრაგედიაზე რაც მოხდა ეხლა ხან ხურჩაში დიახ და ამიტომ ყველა პოლიტიკოს ალბათ მართებს რომ დაფიქრდეს და ყველა მისი სიტყვა იყოს მხოლოდ ფიქრის და გონების შემდგომ გაკეთებული განცხადება
ასე რომ მე მხოლოდ მე კი არა, ალბათ მთელი საქართველოსთვის საინტერესო იქნება თქვენი ფილმი და ფილმიც უნდა იყოს აუცილებლად დასრულებული ზვიად გამსახურდიას გამოძიება და ასევე ვისურვებდი ნინო რომ საქართველოში არსებობდეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის თემაზე შექმნილი მუზეუმი. თავისი ფოტოები, ნამდვილად ისტორია, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ისტორია მათ უკავშირდება. ადამიანი რო შევა, იქ დაათვალიეროს და ნახოს რა იყო ეს, რა მოვლენა იყო, რომ აღარ გაუჩნდეს კითხვები ისეთი, როგორიც არის რაღაცა ესეთ ფილმში, როგორც იგივე ჩაგელიშვილის ფილმში როცა არის, ესე იგი რომ ერთ-ერთ ფილმში ძალიან მოხდა ყურს, რომ ერთ მხარესაც კრიმინალები იყვნენ, მეორე მხარესაც კრიმინალები იყვნენ და ესო ის მომავალი თაობა ნახავს, რას იფიქრებს ამ ყველაფერზე. ასეთი ისტორიის გაყალბება არ შეიძლება. ამიტომ უნდა არსებობდეს საკუთარი თვალით ნახოს და აღიქვას მუზეუმში შემცველმა ადამიანმა. ამის ძალიან ყველაზე დიდი სურვილი მაქვს ამის რა. ალბათ თომას ფილმის არ მინდა მე დღეს აქ რეკლამა გავუკეთო, მაგრამ ალბათ შეიძლება გულისხმობდა იმას, რომ ნამდვილად მიეტმასნა შემდგომში უკვე იმ ეროვნულ მოძრაობასაც არაერთი კრიმინალი, ეს კარგად ვიცით ჩვენ. იცით რა არის ეროვნულ ხელისუფლება? ზვიადისტების სახელით ძალიან ბევრი შეუერთდა იმ პერიოდში და მე მაინც ვფიქრობ, რომ ზვიად გამსახურდია არასოდეს. არა, ზვიადი არ იყო მათთან ასოცირებული, რა თქმა უნდა. უბრალოდ ვიძახი ადამიანები მიეტმასდნენ ამ მოძრაობას და მე ვერავინ ვერ ვიხსენებ ისეთ რომ მიეტმასდნენ ნინო და რაღაცა გამოიყენეს ეს იმიტომ რომ რა მე ვინც ვნახე ყველა დიდი გულით იყო იქა შემდეგ პერიოდში უკვე აი იგივე პუტჩის შემდგომ იმიტომ რომ იქ ვერ მიეტმასნები და რატო იცით იქ მიდიხარ ან მიტინგზე რომ მიდიოდი არის ცოტა ცოცხალი დაბრუნდებოდი თუ არ დაბრუნდებოდი არა ეს მიტინგებზე არ იდგნენ ირაკლი მე შემიძლია ვკითხავ რომ იმ წლებში მე სამეგრელოში ვიყავი და მე ვიცი იქ რაც ხდებოდა თვითონ ზვიადისტებს უწოდებდნენ თავისას მე დაარწმუნებული ეს იყო შეგნებულად გაკეთებული სპეცსამსახურების რა თქმა უნდა რომ აი იგივე ხალხში გამოიწვია დაღუპული დათო ბოლქვაძე უნდა ასოცირებული იყო რომ იქით მხარემ მოკლა ეს ადამიანი რომ იქით მხარესაც იყვნენ რა კრიმინალი აი ეს იყო ჩადებული ამ ყველაფერში. იგივე ეს ტელევიზიის მოვლენები, ხა ჩვენ სანამ შემოვიდეთ გადაც ბატონ ვალტერს ახსენებთ. ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან, მაგრამ ეს მოვლენა თითქოს რაღაცა ასოცირება ხდებოდა აი იარაღთან, რა მშვიდობიან მიტინგებთან და ეს იყო რა თქმა უნდა სპეცსამსახურების გაკეთებული რაღაცა ეს შეიარაღებული აქციები და მე გამართლებული იყო შევარდნაძის რეპრესიები. აი შევარდნაძე მე მიმართავდა საშინელ რეპრესიებს, სადაც შეიარაღებული ხალხი კი არ ზარავდებოდა. შვიდობიან მიტინგებზე მიქონდათ მე იარიში და დაპატიმრებები ხდებოდა სახლებიდან, სამხედრო კომენდატურები და უბედურებები. ვალტერმაც იწვნია ეს რეპრესიები სხვათა შორის და ბატონმა ვალტერმაც საშინელი ის გადაიტანა 2009-მდე ციხეში იჯდა ადამიანი. უამრავმა ადამიანმა აი ამაზეც უნდა იყოს გაკეთებული მუზეუმში, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გაიხსნას, აი ამ ადამიანებზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული, რომ უამრავი აწამეს იქა. დღეს რომ საუბრობ ჩვენ ციხეზე ციხის წამებებზე და აი კადრებზე რომელიც ხდებოდა გაცილებით უარესი ხდებოდა კიდე შევარდნაძის დროს და ეს ხდებოდა არა ვთქვათ რაიმე კრიმინალების ახალგაზრდა ზვიადიძე კურს სიკვდილით დასჯამი სამუდამო პატიმრობა. დიახ მე ვესწრებოდი მის პროცესებს და ისედაც აი usახელო ადამიანები ესე მაინც ცნობილები იყვნენ და ესე მაინც ის იყო მათ მიმართ მაგრამ აი ვინც ის რიგითი ადამიანები იყო იმათ კიდევ უფრო საშინლად უსწორდებოდნენ ესენი და ეს ყველაფერი არ შეიძლება რომ ესე გადაუსვათ ხაზი, რომ იმ მიზეზით რომ გამოიწვევს ახალ დაპირისპირებას და ახლიდან ბედნიერით ასე ვთქვათ მისკენ გავაგზავნოთ ცხოვრება. ეს არ გამოვა საქართველოს. ნამდვილად ირაკლი, ახლა ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულისკენ მიდის. მე მინდა მაინც მშვიდობიან ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ იმდენად დადებით ორ ადამიანზე ვისაუბრეთ ჩვენს ეთერში, რომ არ შეიძლება გადაცემა იყოს ბოლოს რაღაც აგრესიული ტონით. აუცილებლად უნდა დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა ნინო. ძალიან ერთი წამი თუ მაგდრო და მადლობა მოგიხადოთ თქვენს ტელევიზიას. და მართლაც ეს ადამიანებზე როცა არის საუბარი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდზე მაინც კომფორტს გრძნობს ადამიანი და რაღაც ბედნიერი ხდება როცა ამ თემაზე არის საუბარი და ვისურვებდი რომ უფრო და უფრო აქტიურად და უფრო ასე ვთქვათ ხშირად ყოფილიყო ამ თემებზე საუბარი. მადლობა და მე მიხარია ის რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა როგორც შენ აღნიშნე დღეს ჩაერთო ამ აქციებში და ცდილობენ ძალიან ბევრი რამ გაიგონ ამ ორ გმირ ადამიანზე. მე დღეს გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად.